მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ 19 ოქტომბრის შემდეგ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე. მოგეხსენებათ, რომ გამკაცრდა კანონმდებლობა აქციის მონაწილეთა მიმართულებით და კონკრეტულად რა მიმართულებით გამკაცრდა და როგორ შეიძლება შეფასდეს ეს კანონი და მიმდინარე მოვლენები რუსთაველზე. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი კახაჩაულიშვილი, იურისტი და ადვოკატი. მოგესალმებით ბატონი კახა, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. საკმაოდ მძიმე და ნეგატიური მოვლენების შემსწრე ვართ ბოლო დღეებში. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დაკავება, როგორც დაუშვათ იმ დღეს აქციის პერიოდში, ასევე მეორე დღეს. და ეს ყველაფერი უკავშირდება, როგორც ყველამ ვიცით, დაჩქარებული წესით მიღებულ კანონებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ზოგადად რომ შევაფასოთ, ჯერ საერთოდ რამდენად საჭირო იყო და რა მიზანი ჰქონდა კანონმდებლობის ასე სწრაფად გამკაცრებას? როდესაც რაიმე ახალი ნორმის შემოღება ხდება, იქ შედის პარლამენტში კანონპროექტთან ერთად შედის განმარტებითი ბარათი, იქ შედის რაღაც ახსნა განმარტებები, რა აუცილებლობამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ხა ზედაპირულად ეს ყველაფერი არსებობს ამ ბოლო განსაკუთრებით ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან ძნელია იმის შეფასება თუ რამდენად საზოგადოებრივი საჭირო იყო ეს ყველაფერი, ეს ცვლილებები ჭირდებოდა თუ არა ეს საზოგადოებრივ წესრიგს, ჭირდებოდა თუ არა უბრალოდ დემოკრატიულ წესრიგს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ არის წესრიგი, ის ცნება ჩვენ უნდა გავიგოთ როგორც დემოკრატიული წესრიგი, ანუ კანონით მიერ რეგულირებადი წესრიგი. მაგრამ ჩვენ როდესაც ამ ცვლილებებს დღეს ვუყურებთ, უკვე მიღებული კანონის შეფასებას ანუ ჯობია შევაფასოთ ის თუ რის გამო მოხდა ამ კანონმდებლობის ცვლილება, თორე კანონს რომ მიიღებენ დამტკიცდება იმის შემდეგ იგი უნდა ახსრულდეს, ასე გამოდის, ხო? შესაბამისად ჩვენ გვაქვს არა იურიდიულ პრობლემასთან საქმე, არამედ პოლიტიკურ პრობლემასთან, იმიტომ რომ აი ეს ნორმატიული ბაზა, რომელიც პერიოდულად შემოდის და ავსებს ჩვენ საკანონმდებლო სივრცეს, პრაქტიკულად ნაკარნახევია მართველი პოლიტიკური ძალის რაღაც საჭიროებების გამო. ეს შეზღუდვები, რომლებიც ამ შეზღუდვებმა რეალურად შეცვალა ის ჩვენი კულტურა თუნდაც, რომელიც ჰქონდა აი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით, ეს საკმაოდ ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული იყო საქართველოში ბოლო 30-35 წლის განმავლობაში, სადაც ადამიანებს შეეძლო პროტესტის გამოხატვა. იქ არის რაღაც მთელი რიგი საშუალებები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ რაღაც ფორმით ზემოქმედება მოახდინონ მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. ხა ამის შეზღუდვა იმდენად მნიშვნელოვნად ხდება უკვე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო გართულდება, კიდევ უფრო ცუდი იქნება ამ ხრივ სიტუაცია და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ის ადამიანები, ვინც ცდილობს, რომ პროტესტი გამოხატოს. კი ბატონო, ამ კანონის გამკაცრება ხდებოდა საკმაოდ დაჩქარებულად, სწრაფად, რაღაცა მოვლენების შესაბამისად თითქოს რაც რუსთაველზე ხდებოდა, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ, რომ ჯერ აიკრძალა პიროტექნიკის გამოყენება, შემდეგ აიკრძალა აგერ უკვე რამდენიმე დღის წინ ნიღბის გამოყენება, ელემენტარულ პირბადეზე არის საუბარი. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ამ კანონს, ან რამდენად ექნება ამ კანონს ის ეფექტი და ის შედეგი, რომლის მიღწევასაც ამ კანონის ავტორები თავში ვარაუდობდნენ? კანონის ავტორები ამ კანონებით ცდილობენ საკუთარი პრობლემის მოგვარებას. ანუ არა დიალოგს ხალხთან, ხალხი ითხოვს დიალოგს, ხალხი ითხოვს დათმობებს, ხალხი ითხოვს რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს ხელისუფლებიდან გადადგმულს და იმის ნაცვლად, რომ ხალხთან დიალოგი ქონდა, რაღაცა გაითვალისწინოს. არაფრით არ შეიძლება, რაც არ უნდა მცირე იყოს პროტესტის მქონე ადამიანების ჯგუფი, არაფრით არ შეიძლება მას არ მოусვინოს ხელისუფლებამ, არაფრით არ შეიძლება ეს არ იქნეს გათვალისწინებული. ჩვენი ქვეყნის პრობლემა ზუსტად ესაა, რომ
ხელისუფლებაში მოსული რომელიღაცა პოლიტიკური ძალა თვლის, რომ რაც უნდა იმას გააკეთებს, როგორც უნდა ისე გააკეთებს და კანონმდებლობას ირგებს საკუთარ მოირგებს ერთ კაი ტანსაცმელივით მოირგებს ამას რაღაც ფარად აიფარებს და ხდება ეს და ეს არაფრით არ შეიძლება ეს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს, ხო თქვენ ისაუბრეთ მაგალითად პირბადეზე. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ეს პირბადის გამოყენების აკრძალვა, იმიტომ რომ დღეს არსებობს ისეთი კამერები, რომლის ალგორითმი ძალიან ადვილად ცნობს პირბადის აფარებულ ადამიანის ამოცნობა ხდება უბრალოდ რა, იმიტომ რომ პირბადე დაახლოებით 15-20%-ით შეიძლება გაართულოს პირბადემ ადამიანის ამოცნობა თანამედროვე კამერების პირობებში, იმიტომ რომ თავარი რაც არის ამოცნობის დროს ესაა მაგალითად თვალებს შორის დაშორება, წარბები, შუბლისა, არე, ცხვირის ხიდი, ასე შემდეგ და ამის აკრძალვა თუნდაც ისეთ პირობებში, როდესაც 100 და 200,000 ადამიანი დგას მიტინგზე და იქ ვიღაცას აუგრძალო, რომ ჰიგიენური პირბადე გაიგეთოს, ეს არაჰუმანურია უბრალოდ რა. კანონმდებლობა ეს არ შეიძლება არანაირად დასაბუთდეს, იმიტომ რომ ვიღაცის დაჭერა უნდა რა. კი ბატონო, თუნდაც მაგალითად რომ ვისაუბროთ, შესაბამისი პროფილის ექიმებმაც გააკეთეს განცხადებები, რომ აი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ სეზონური გრიპის პერიოდში წელიწადის ამ დროს ადამიანებს აუკრძალო პირბადე შეკრების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არის ზუსტად ამას ვამბობ, იქ არის მაგალითად აუგრძალეს ადამიანებს, რომ ჯიბეში კონდეს სპრეის ჩვეულებრივი თავდაცვის საშუალება რომ არის, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივად გოგონა ჩაიდოს ჩანთაში და ამ შეკრებიდან უკან წასული შემდეგ, თუნდაც ვიცით რა ზონდერები დადის იქ და რა ხდება ამის გარშემო, რაღაც ელემენტარული თავდაცვა კონდეს ადამიანებს, ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რობოკოპს რო უყურებთ თქვენ, იქ რამე შეიძლება ამ სპრეით გაკეთდეს, ამ პირბადით გაკეთდეს, მაგრამ ეს არის ანუ ყოველმხრივი შეზღუდვა, ყოველმხრივი დისკომფორტის შექმნა მიტინგზე მისვლებისათვის, რომ რაც შეიძლება შეკრებაზე მისული ხალხის რიცხვა მოიკლოს. თვითონ თუ მე ხშირად დაკვირვები ვარ, უკვე ძალიან თქვათ ამაყობენ იმით, რომ აი ამ მთელი ამ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით უკვე თვითონ ამბობენ რომ მოიკლო იმან რა ქვია რაოდენობა რიცხვა ანუ ამ ეფექტურობით და ამის ეფექტურობაში დარწმუნდნენ და რა თქმა უნდა ეს კიდევ გაგრძელდება რა აი გაგრძელებასაც გკითხავთ ბარემ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაკავებული მათი უმრავლესობა ჯერჯერობით ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვის ბრალით, თუმცა ეს ახალი კანონი ითვალისწინებს როგორც აღმოაჩინეთ და როგორც ცხადი არის, განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. ესეც ანუ მესმის რომ არ არის ჰუმანური მთლიანად კანონი, მაგრამ რა მასშტაბის არაჰუმანურობაზე ალაპარაკი თუ კი თქვენ ასე თვლით და როგორ ფიქრობთ რა სურათი შეიძლება მივიღოთ მას შემდეგ რაც ეს ადამიანები გამოვლენ და დაასრულებენ ამ საპატიმრო რამდენიმე დღიან ვადას, იმიტომ რომ ბევრი მათგანის პოზიცია ჩვენ ვიცით რომ ის ადამიანები აცხადებენ რომ არაპირებენ პროტესტისგან მოწყვეტას. ხო, ეს ადრე იყო ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეორეჯერ ჩადენის შემთხვევაში შეიძლებოდა გადააზრილიყო სისხლის სამართლის დარღვევაში. დღეს, როდესაც აი ასეთ შეზღუდვა შემოდის, რა თქმა უნდა, ამასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რომ პროტესტის გამოხატვაში ადამიანებს შეუშალოს ხელი. ამას სხვა ახსნა არ შეიძლება. შეაშინოს ადამიანები პოპულარული ენით. აბსოლუტურად ყველაფერის გამოყენება ხდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს, ნაკლები ადამიანმა გამოხატოს პროტესტი და ჩვენ არ უნდა დავაყენოთ საზოგადოება იმის საშიშროების წინაშე, რომ ეს პროტესტი რაღაც სხვა ფორმაში გადაიზარდოს. არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ გადაიჭრება. აუცილებლად გადაიჭრება ყველა პრობლემა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ყველაზე უფრო ცივილური, ჰუმანური გზა. არავინ იმისთვის, რომ მან გაიადვილოს რაღაცის გაკეთება,
მან გაიადვილოს თუნდაც ცხოვრება, გაიადვილოს თუნდაც მისი საკუთარი საქმიანობა, მისი თუნდაც პოლიტიკური საქმიანობა, არ შეიძლება მან ამაში გამოიყენოს საკანონმდებლო ბაზა და არ შეიძლება იმის გამოყენება, რომ პარლამენტში უმრავლესობა ყავს და რა კანონსაც გინდა იმას მიიღებს. ეს არაფრით არ შეიძლება სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია ახლა, როდესაც მართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები და ქვეყნის ინტერესები მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რა. აი ეს ინტერესთა კონფლიქტი არის ძალიან სერიოზული და ეს მშვიდობიანი პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თუნდაც ხელისუფლებამ შეიგრძნოს და გაიგოს იმ მანკიერებებზე, რომელიც მის ასე ვთქვათ მართლობასთან ახლავს. ჩვენ ძალიან ამდენ ხანს რომ ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა გაჩერდება, ეს უკვე ძალიან სერიოზული სიმპტომია იმის, რომ ჩვენ რაღაც სულ სხვა მიმართულებით მივდივართ. იმიტომ რომ როგორც მოგვეცემა დემოკრატიულობის პირველი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის მოკლევადიანობა. მოკლევადიანობა, ასევე კონკურენციაში უნდა იყოს პოლიტიკური ძალები და ჩვენ ბევრი კი არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა წესიერი არჩევნების ჩატარება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ამ ქვეყანაში ხალხი, რომელსაც მოწონს B პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოწონს E პოლიტიკური ძალა, X პოლიტიკური ძალა, Y და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს ადამიანები და ამ ადამიანებს უნდა მივცეთ არსებობის საშუალება, ამ ადამიანებს უნდა მივცეთ მათი პოლიტიკური გამოხატვის საშუალება, პროტესტის გამოხატვის საშუალება. მე ამაში ვერაფერ უბედურებას ვერ ვხედავ. პირიქით ეს პოლიტიკურად აქტიური მასა არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ქვეყნისთვის არის აუცილებელი იმ ადამიანების არსებობა, რომლებსაც აინტერესებს პოლიტიკა, რომლებსაც აინტერესებს ამ ქვეყნის ბედიღბალი, მის ბედიღბალზე უფრო მეტად. ეს ხალხი რეალურად არიან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ქვეყნის მართვა გამგეობაში ჩარევა, მათ სურთ რომ ხელისუფლებას საკუთარი აზრი მოახსენონ და ასე შემდეგ. ამის საწინააღმდეგოდ კანონმდებლობის გამოყენება ეს არის დაუშვებელი ჩემი აზრით და ამას კარგი არაფერი არ მოყვება. აი სწორედ ეს იქნება ბოლო ჩემი ბოლო შეკითხვა, რა მოყვება ასია თუ ისე ფაქტის სახეზია, რომ ეს კანონმდებლობა არსებობს, მოქმედებს და თვალწინ ვხედავთ მის შედეგებს. არ ვიცი, კითხვა, რასაც გისვამთ რთულია მესმის და შეიძლება ცოტა რიტორიკულიც, მაგრამ რა გამოსავალს ხედავთ? ანუ რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესები, რომ რა ნაკლები ზიანი მიაყენოს პროტესტის მონაწილეებს, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს და ნაკლები მსხვერპლი მოყვეს ამ ყველაფერს პატიმრების და დაკავებულების სახით, თუმცა იმის ჩათვლით, რაც თქვენ ახსენეთ, რომ ეს პროტესტი და ამ პროტესტის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვიწევს ახალ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრება. ჩვენ შევედით ეს ქვეყანა აღარა იმნერ, რომელიც იყო თქვათ 1 წლის წინ, 2 წლის წინაც კიდე შეიცვალა, ბევრი რამე შეიცვალა ყოველდღიურად. ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული ცვლილებები, შეიცვალა ჩვენი სამოქმედო არეალი, შეიცვალა ჩვენი სამუშაო პირობები, შეიცვალა ჩვენი ცხოვრების პირობები. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რა, უკვე ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ადამიანს უკვე უჭირს ამ ქვეყანაში მუშაობა, ცხოვრება, ბავშვების აღზრდა და გარბის აქედან ხალხი, ხო, ჩვენ ყველა ვიცით რა უმძიმესი მდგომარეობა აქ ძალიან ბევრი ადამიანი ზედმეტად გრძნობს თავს მის საკუთარ ქვეყანაში. და ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში როგორც წესი უკვე ახალი ტიპის პოლიტიკოსები მოდიან, ალბათ ახალი ტიპის, ახალი სტილის, ასე ვთქვათ, ახალი გზის, იმიტომ რომ ეს ადგილი ცარიელი დიდხანს არ დარჩება რა. თუმცა ცარიელია, თქვენ ასე ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი სერიოზულად გადაწყობა ჭირდება იმ ახალ პირობებთან მიმართებაში პოლიტიკურ პარტიებს. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საზოგადოება ძირითადად როგორც მე თვალყურს ვადევნებთ, საზოგადოება ცდილობს პოლიტიკოსების გარეშე
პოლიტიკოსების გარეშე გამოხატოს თავისი აზრი, პოლიტიკოსების გარეშე მოახდინოს რაღაც საკუთარი აქტივობები და ამას აქვს სამწუხაროდ მისი მიზეზებიც. ამას ესა კომპლექსი, ჩემი აზრით, რომლის დანერგვასაც ხელი შეუწყო მთელმა რიგმა გარემოებებმა და მათ შორის ძალიან სერიოზულად ხელისუფლება. რომ სერიოზული უსხული აღემართა პოლიტიკურ ძალებსა და ადამიანებს შორის, საზოგადოებას შორის და ეს ისეთ საქმეა საბოლოო ჯამში, მან პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გადაჭრას და აი ეს მოთხოვნა დღეს რაც ხალხის მოთხოვნა უფრო სხვა ტიპის პოლიტიკოსზე, უფრო სხვა ტიპის ადამიანებზე, რა ვიცი, ცოტა დეფიციტი არის ადამიანების უკვე საქართველოში ნებისმიერი პროფესიის დეფიციტია დღეს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ასეთ ხალხის გამოჩნდება და ალბათ სიტუაცია შეიცვლება მე უბრალოდ ძალიან არასასურველი იქნება ეს რა. იმიტომ რომ ეს გზას უხსნის გაცილებით უფრო რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა მე მაგალითად მათი ამ რადიკალურ პირადად მე პიროვნულად ამ რადიკალური ძალების პოლიტიკაში მოსვლა მაინდამაინც სასიამოვნო და კარგად არ მიმაჩნია რა. პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს, უბრალოდ უნდა დაბრუნდეს და პოლიტიკური დიალოგი უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ხო დაბრუნდეს ისე ვამბობ, რომ ვითომ დიდი და რაფერი არც იყო აქამდე. შეიძლება რაც იყო, ჩანასახის დონეზე მაინც არსებობდა. რაც იყო რა, ჩვენთან დღეს ეს რაც ხდება, აი რომ პოლიტიკა რეალურად მოკვდა. პოლიტიკა რეალურად მოკვდა და პოლიტიკას დღეს აკეთებს ქუჩაში მდგარი პოლიციელები რა, სამწუხაროდ ეს აფრით არ შეიძლება რა. თუმცა იმედია რომ ეს პროცესი ბუნებრივად მაინც დაბადებს რაღაცნაირად პროცესი მიდის ბუნებრივად. მე არ ამგონია რომ რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია აქვს ჩვენ ქვეყანას, მათ შორის პოლიტიკური ისტორია, სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ უმრავლესობის ნება რომ ყოფილიყო ეს ქვეყანა ჩვენი ქვეყანა არ იარსებებდა რა. ყოველთვის უმცირესობა ათრევს, თორე რაზეა თქვენ რა გონიათ მთელი საუკუნეების განმავლობაში არის დავა იმაზე რომ მოდი რაღაც ან მაზდიანობა მივიღოთ, ან მუსლიმანობა მივიღოთ, ან რაღაც სხვა მივიღოთ, ან ძირითადი ძალიან ბევრი ითხოვდა ამას, რომ აი ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება, ვაჭრობა იქნება, ის იქნება და აი ეს კონფლიქტი გვაქვს ჩვენ შიდა კონფლიქტი. როგორი რამეა, ცით სახელმწიფო ზოგადად უქმნის შეღავაც ადამიანებს. აი მაგალითად სახელმწიფო რომელიც შეღავაც არ უქმნიდა ადამიანებს, იგი ქრებოდა. ჩვენ ვიცით უამრავი გამქრალი ქვეყანა, უამრავი გამქრალი სახელმწიფო, იმიტომ რომ მას ის პოლიტიკური, სოციალური სერვისები რაც ქონდა, მაგალითად რომის იმპერიას ან რომელიც კი არ გაქრა ის ვეღარ მიაწოდა, სხვა მოვიდა იქ და სხვა გაბატონდა და ქართული სახელმწიფო დისკომფორტს არავის არ უქმნის, პირიქით მსხვერპლ შეწირვას ითხოვს. საუკუნეების განმავლობაში ესაა იდეა, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ანუ ეს არა ისეთი მცნება ქართული სახელმწიფო რომ ამან რაღაცა დისკომფორტი შეგვიქმნას, ან რაღაც შეღავათი შეგვიქმნას, პირიქით ეს არის რაღაც იდეა, რომელმაც რამდენიმე ათასწლეული გააძლო დღემდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და იმედია რომ ეს იდეა იმუშავებს მომავალში და ახლო მომავალში განსაკუთრებით. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ეთერში ყოფნისთვის ბატონ კახაჩავლეშვილთან ერთად საუბრობდით, ის მოგახსენებათ გახლავთ იურისტი და ადვოკატი. მე კი მომავალ გადაცემაში დაგიბრუნდებით, ნახვამდის.